უკრაინამ ახლახან გადადგა ნაბიჯი ახლო აღმოსავლეთში და ირანი შეშინებულია. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ქვეყანაში ომს აწარმოებს, კიევი მოწვეულია სპარსეთის ყურეში დრონების საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად და ის წარმოუდგენელ შედეგებს აჩვენებს. უკრაინული ჯგუფები არა მხოლოდ შაჰიდის პრობლემას აგვარებენ, არამედ ისინი ასევე აფორმებენ გრძელვადიან თავდაცვით შეთანხმებებს, თანამშრომლობენ ბრიტანეთისა და საფრანგეთის საზღვაო ძალებთან და ეფექტურად აწარმოებენ ჩრდილოვან ომს ირანის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ირანისთვის ქაოტურ არეულობად იქცევა, რადგან დედამიწაზე ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტად, სწორედ უკრაინა მიცის როგორ გაუმკლავდეს ირანულ თავდასხმებს. და სწორედ ამიტომ სპარსეთის ყურის დედაქალაქები წითელ ხალიჩას აფენენ, როცა უკრაინული ძალები იწყებენ შეტევას. იმის გასაგებად, თუ რატომ გამოჩნდა უკრაინა მოულოდნელად სპარსეთის ყურეში, უნდა დავიწყოთ იმ საკითხით, რომელმაც ისინი იქ მიიყვანა: ყურის პოლიტიკა. საქმე ისაა, რომ ახლა აღმოსავლეთი ყოველთვის არასტაბილური ადგილი იყო. ზოგი ამას საათიან ბომბსაც კი უწოდებს, სავსეს მეტოქეობებით, ძველი წყენებითა და ძალაუფლებისთვის ბრძოლებით, რომლებიც 10 წეულებს უკან იწყება. ბევრად ადრე ვიდრე ეს ბოლო კონფლიქტი დაიწყებოდა. მაგრამ როცა ოპერაცია ეპიკური რისხვა თებერვალში დაიწყო, ყველაფერი ჩუმი დაძაბულობიდან ღია მოქმედებებზე გადავიდა. თითქმის ერთ ღამეში ირანმა ნათვად აჩვენა, რომ ის არ აპირებდა ჩუმად მიიღო ზეწოლა ან მარტო შეხვედროდა შედეგებს. ამის ნაცვლად მან ბრძოლის ველი გააფართოვა. მან სიტუაცია გაცილებით უფრო საშიშ და არაპროგნოზირებად მოვლენად აქცია. როგორ შეძლო ირანმა ამის გაკეთება? მან ყველას შეუდია დაუნდობლად. გათვლილი დრონების იერიშები თითქმის ყველა მნიშვნელოვან სპარსეთის ყურის ქვეყანას მოხდა. სამიზნე დაირჩია სამხედრო ბაზები, ნავთობის ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტებიც კი, როგორიცაა აეროპორტები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ყატარში, ბარეინში და ომანში. ღამის შემდეგ რეგიონის მასშტაბით საჰაერო თავდაცვის სისტემები იძულებული იყვნენ მუდმივად ემოქმედათ, ეძებნათ ცაში სამიზნეები, დამიზნებული იყვნენ და განმეორებით ესროლათ, უბრალოდ რომ ტემპს გახოლოდნენ. ასეთი ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები, ერთ თალღაში ათეულობით დრონს აჩერებდნენ, მაგრამ სისტემა არასდროს იყო სრულყოფილი. ზოგი ყოველთვის თავდაცვას გასცდებოდა. და ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე დრონი თავდაცვას გასცდებოდა, ის მხოლოდ ზიანს არ აყენებდა. ის აჩვენებდა სისუსტეს, რომელსაც ისევ გამოიყენებდნენ. მაგრამ ეს მხოლოდ ისტორიის ნაწილია, რადგან ირანის სტრატეგიის მთავარი უპირატესობა არ იყო მხოლოდ ის, სად ურთხამდა, არამედ ის, როგორ ურთხამდა. შაჰიდის დრონები, რომლებზეც ირანი დაყრდნობილია, სამხედრო სტანდარტებით იაფია და ხშირად მათი ფასი 20-დან 50,000 დოლარამდე მერყეობს. ირანი მათ ჯგუფებად უშვებს, რაც აიძულებს დამცველებს, რომ მილიონობით ღირებულების გადამჭრელი რაკეტები გამოიყენონ მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად. ეს ხარჯების დისბალანსი სასტიკ ხაფანგს ქმნის. მაშინაც კი, როცა დამცველები დრონების შეჩერებას ახერხებენ, საბოლოო ჯამში მაინც მაცხდებიან, რადგან ფულს უსასრულოდ ხარჯავენ. ბოლო შეტევების დროს მხოლოდ საუდის არაბეთის ობიექტებზე დამცველებმა ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების გადამჭრელი რაკეტები გამოიყენეს. ამ დროს შემოსული შაჰიდები ამ ხარჯის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდნენ. სულ ცოტა დრო დასჭირდა სპარსეთის ყურის კოტნებს, რომ ეს გაეგოთ. ირანის მთელი სტრატეგია ამ უძრვაზე იყო აგებული. თავდასხმების შეჩერების ხარჯი თავად ხდებოდა მთავარი პრობლემა. ეს იყო ახალი და მტკივნეული გაკვეთილი სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის. სოფლიოს მეორე მხარეს კი უკრაინა უკვე ამ ტიპის ომის ნამდვილი ოსტატი გახდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ირანი ათასობით ასეთ დრონს აწვდის მოსკოვს. ეს დრონები შემდეგ დაუღალავად გამოიყენებოდა უკრაინის წინააღმდეგ. კუთხეში მიმწყდეულ უკრაინას სწრაფად მოუწია ადაპტაცია. ამიტომ უკრაინულმა ძალებმა შეიმუშავეს მეთოდები, რათა დაბალ სიმაღლეზე მფრენი დრონები უფრო ადრე აღმოეჩინათ, სანამ ისინი მიზნამდე მიაღწევდნენ. მათ შექმნეს სისტემები, რომლებიც სიგნალებს ახშობს და მართვას არღვევს. მათ თავი დაანებეს მხოლოდ ძვირადღირებულ რაკეტებზე დამოკიდებულებას და ამის ნაცვლად შექმნეს მრავალფენიანი თავდაცვა, რომელიც აერთიანებს ელექტრონულ ომს, მობილურ საარტილერიო ჯგუფებს და გაცილებით იაფი გადაჭერის მეთოდებს. მათ კი შექმნეს სწრაფი რეაგირების დანაყოფები, რომლებიც საფრთხის გაჩენისთანავე ადგილზე მიდიოდნენ. ამიტომ, როდესაც ზუსტად იგივე ტაქტიკა გამოჩნდა სპარსეთის ყურეში, ერთმა ქვეყანამ უკვე ზუსტად იცოდა, რასთან ჰქონდა საქმე. ზუსტად ამიტომ გახდა უკრაინა იქ ესეთი ფასდაუდებელი აქტივი. თავდაპირველად ეს მხარდაჭერა საკმაოდ ჩუმად მიმდინარეობდა. უკრაინელი მრჩეველთა მცირე ჯგუფები სპარსეთის ყურის რეგიონში ჩუმად ჩადიოდნენ პარტნიორი ქვეყნების თხოვნით, ხშირად ვაშინგტონის ნებართვით. ეს არ იყო ხმაურიანი ჩამოსვლები. ისინი მოდიოდნენ პრაქტიკული მძიმე შრომით მოპოვებული ცოდნით. ეს იყო ტაქტიკური გაკვეთილები, რომლებიც მძიმე გზით ისწავლეს. მობილური ელექტრონული ომის აღჭურვილობა და ოპერატორების მტკიცე თავდაჯერებულობა, რომლებმაც უკვე გადაჩნდნენ რჩნენ დრონების მრავალწლიან თავდასხმებს. მათი საქმე მარტივი, მაგრამ ძლიერი იყო. მათ გაუზიარეს რეალური ტაქტიკა, ჩაატარეს ერთობლივი სიმულაციები და დაეხმარნენ ადგილობრივ ეკიპაჟებს ისეთი თავდაცვების შექმნაში, რომლებიც რეალურად გაუმკლავდებოდა დრონების მასობრივ თავდასხმებს ბიუჯეტის ამოწურვის გარეშე. მაგრამ როცა ირანული შაჰიდის ტალღები განუწყვეტლივ ურტყამდა ავიაბაზებს, ნავთობის ობიექტებსა და საზღვაო მარშრუტებს, ეს ფარული პარტნიორობა დიდხანს ვერ დაჩებოდა შეუმჩნეველი. ზეწოლა სულ უფრო იზრდებოდა და სპარსეთის ყურის ლიდერებს რეალური შედეგები სჭირდებოდ. ხთათ მხოლოდ რჩევები აღარ ყოფნიდათ. ამიტომაც მხარდაჭერა გაიზარდა. მარტში უკრაინამ სპეციალიზებული ანტიდრონული ჯგუფები გააგზავნა ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში. სულ რამდენიმე კვირაში მათი ყოფნა ქუვეითსა და იორდანიაშიც გავცელდა. ეხლა უკვე 5 ქვეყანაში იმყოფებიან უკრაინელი ექსპერტები. 200-ზე მეტმა სპეციალისტმა კიევიდან სპარსეთის ყურეში საბრძოლო გამოცდილება მიიტანა. ესენი არ იყვნენ ოფისის თანამშრომლები ან თეორიული ექსპერტები. ესენი იყვნენ ოპერატორები, რომლებმაც წლები გაატარეს იმის გარკვევაში, თუ როგორ გადარჩენილი იყვნენ და ებრძოლათ უკრაინულ ქალაქებსა და ენერგოსისტემებზე მუდმივი დრონების შეტევების წინააღმდეგ.
მათ მხოლოდ რჩევები არ მოუტანიათ. მათ აჩვენეს აღმოჩენის მეთოდები, რომლებიც სრულყოფილებამდე მიიყვანეს კიევის და ხარკოვის ბნელს-ბნელცაში. მათ ასწავლეს მობილურ ჯგუფებს, როგორ გაერთიანებინათ რადარი, აკუსტიკური სენსორები და იაფი უკრაინაში დამზადებული ჩამონგდები დრონები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ათას ხირს, მილიონების ნაცვლად. მათ აჩვენეს, როგორ დაეფარათ ელექტრონული ჩახშობა სწრაფი კინეტიკური ჩამოგდებით, როგორ გაემიჯნათ საფრთხეები მასობრივი შეტევის დროს და როგორ დაეზოგათ ძვირადღირებული რაკეტები, მაგალითად პატრიოტები, ყველაზე დიდი საფრთხეებისთვის, ხოლო იაფი უკრაინული სისტემებისთვის მიენდოთ იაფი შაჰიდების მასობრივი შეტევა. სოციალის როლის წვრთნებში, რომლებიც სწრაფად გადაიქცა რეალურ ოპერაციებად, მათ ზუსტად დაამტკიცეს, რა მუშაობს მაშინ, როცა ცა არასდროს არის მშვიდი. და არსებობს მიზეზი, რატომაც უკრაინა მასწავლებლის როლშია. უკრაინულმა ჯგუფებმა ეს საქმე იმდენად კარგად აითვისეს, რომ საერთო ჩამოგდების მაჩვენებელი 87%-მდე გაიზარდა, თუნდაც ყველაზე მძიმე შეტევების დროს. ესეთი შედეგები ზუსტად ისაა, რასაც სპარსეთის ხვეთის ხურის ქვეყნები ეღრმნობიან. და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც უკრაინულ სისტემებზე ნდობა რეგიონში ასე სწრაფად იზრდება. და თუ მოგწონთ ეს ანალიზი, როგორ ატრიალებს უკრაინა ვითარებას ირანის წინააღმდეგ, დააწექით ლაიქს და გამოიწერეთ არხი. რატომ? იმიტომ რომ ახლა ვიწყებთ და საუკეთესო სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის. უბრალოდ უყურეთ. აპრილის დასაწყისში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად დაადასტურა ეს. მან დაადასტურა, რომ უკრაინელი პერსონალი მხოლოდ წვრთნებსა და კონსულტაციებს აღარ შემოიფარგლებოდა. ეხლა ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ თავდაცვით ოპერაციებში მთელ ახლო აღმოსავლეთში. უკრაინელი ოპერატორები, რომლებიც ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად მუშაობდნენ, მონაწილეობდნენ რეალურ ჩაჯრებში და იყენებდნენ უკრაინაში შექმნილ სისტემებს, ირანში შექმნილი შაჰიდების ჩამოსაგდებად. იმავე იარაღის, რომელიც წლების განმავლობაში მათ საკუთარ ქალაქებზე ცვიოდა. ამ სიტუაციის ირონია საკმაოდ მზაფრად იგრძნობა. დრონები, რომლებიც ირანმა რუსეთს გაუგზავნა უკრაინის დასასუსტებლად, აიძულა კიევი, რომ მათი იაფად შეჩერების საქმეში ექსპერტები გამხდარიყვნენ. ეხლა იგივე ბრძოლაში გამოცდილი უკრაინების სპეციალისტები და მათი იაფი ჩაჭრის სისტემები ეხმარებიან სპარსეთის ყურეში ვითარების შემოტრიალებაში. აჩერებენ იმავე საფრთხეს და დღეს, რომელიც თეირანმა გაათავისუფლა. აი ამას ქვია პოეტური სამართალი. ირანმა ფაქტობრივად საკუთარი მომავალი პრობლემების გადამჭრელები თავადო გაწვრთნა და შემდეგ უყურებდა, როგორ აიყვანეს ისინი სამიზნეებმა. აი ნახე ეს იდეალურად აჯამებს ცვლილებას. როცა ერთი ნაბიჯით უკან დაიხევდა, ყველაფერს ერთმანეთს დაუკავშირებ, სრული სურათი ნათელი ხდება. ირანმა ეს დრონები რუსეთში გაგზავნა, რათა თავისი გავლენა გაეფართოებინა და გაემყარებინა. მაგრამ ამით უკრაინა აიძულა გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ძალა მათი შეჩერების საქმეში. წლების განმავლობაში მუდმივმა ზეწოლამ რეალურ გამოცდილებად იქცა. და ახლა ეს გამოცდილება გამოჩნდა სპარსეთის ყურეში. ზუსტად იმ დროს, როცა ირანი ცდილობს იქაც იგივე სტრატეგია გამოიყენოს. უკრაინამ შეეჭიდა პრობლემას, რომ ის გადაჭრაც აუცილებელი იყო, გადააქცია იგი მოქმედ სისტემად და შემდეგ ეს სისტემა ახალ საბრძოლო ველზე გადაიტანა. რაც თავდაპირველად გადარჩენისთვის ბრძოლა იყო, უპირატესობად იქცა და ეს უპირატესობა ახლად ცვლის იმას, თუ როგორ მიმდინარეობს ეს კონფლიქტი. მაგრამ უკრაინა არ ჩერდება მხოლოდ გადაუდებელ დახმარებაზე. ის ქმნის რაღაცას, რაც შეიძლება წლების განმავლობაში განსაზღვროს, როგორ დაიცავს თავს ორის რეგიონი. უკრაინა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედროების გაწვრთნით ან ტაქტიკის გაზიარებით, არამედ უკვე იწყებს თავისი საბრძოლო გამოცდილების გრძელვადიან თავდაცვით პარტნიორობად გადაქცევას. მარტის ბოლოს უკრაინამ გააფორმა 10 წლიანი თავდაცვითი ექსპორტის შეთანხმება საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ყატართან. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამას ახალი უპილოტო აპარატების შეთანხმების მოდელი უწოდა. მაგრამ იდეა ბევრად ცდება მხოლოდ უპილოტო აპარატებს. ეს შეთანხმებები შექმნილია იმისთვის, რომ სრულად განავითაროს შესაძლებლობები სპარსეთის ყურის რეგიონში. ისინი მოიცავს ერთობლივ საწარმოო ხაზებს, რომლებიც შეიძლება შეიქმნას როგორც უკრაინაში, ასევე ადგილობრივად, საერთო ტექნოლოგიური განვითარების პროექტებს და სტრუქტურირებულ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ადგილობრივ ძალებს ასწავლის, თუ როგორ გამოიყენონ და ტექნიკურად მოემსახურონ ეს სისტემები დამოუკიდებლად. ეს არ ეხება მხოლოდ აღჭურვილობის შეძენას და იმედს, რომ ის იმუშავებს. ეს ეხება ისეთ სისტემის შექმნას, რომელიც დროთა განმავლობაში დამოუკიდებლად შეძლებს ფუნქციონირებას. და ინტერესი უკვე ვრცელდება, რადგან 10-ზე მეტი სხვა ქვეყანა ყურადღებით განიხილავს ამ მოდელში გაწევრიანებას. დრონების შეთანხმება მხოლოდ სპარსეთის ყურეს არ ეხება. ამავე დროს ევროპაში მეორე მიმართულებაც ვითარდება. ესეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, ნორვეგია, იტალია, შვედეთი და ნიდერლანდები, უკვე ამატებენ უკრაინულ ჩამჯერ დრონებს და ელექტრონული ომის სისტემებს საკუთარ თავდაცვაში. ეს ნიშნავს, რომ იგივე ცოდნა, რომელსაც უკრაინა რიადთან და დოხასთან იზიარებს, ასევე აძლიერებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს. მარტივად რომ თქვათ, კიევმა წლების განმავლობაში დაგროვილი საბრძოლო გამოცდილება გადააქცია მოქნილ სისტემად, რომელიც ისეთივე ეფექტურად მუშაობს, როგორც ნავთობის მარშრუტების დასაცავად სპარსეთის ყურეში, ასევე ევროპის ცის დასაცავად მსგავსი საფრთხეების წინაშე. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინა არ სთავაზობს ერთ კონკრეტულ გადაწყვეტას ან სწრაფ გამოსავალს. ის სთავაზობს სრულყოფილ სისტემას, რომელიც უკვე გამოცდილია რთულ პირობებში. ეს სისტემა მოიცავს შეტევით დრონებს, ჩამჭრელ დრონებს, ელექტრონული ომის ინსტრუმენტებს, ფენოვან საჰაერო თავდაცვასა და ჯგუფური თავდასხმების საწინააღმდეგო ზომებს, რომლებიც ყველა ერთად მუშაობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სისტემას ახლავს ოპერატორები, რომლებმაც წლები გაატარეს რეალურ თავდასხმებთან ბრძოლაში და ისწავლეს, რა მუშაობს და რა ვერა, როცა ზეწოლა არ წდება. ეს თეორია არ არის. ეს არის გადარჩენაზე დაფუძნებული სისტემა. და ბევრ ქვეყანას არ შეუძლია ეს ბაზარზე შესთავაზოს. და სწორედ ეს ხდის მას ასეთ ეფექტურს ირანის მიდგომის წინააღმდეგ. იაფი ჩამჭრელი საშუალებების, უფრო ჭკვიანი ჩახშობის და მოქნილი მობილური ჯგუფების გამოყენებით ის ამცირებს თავდაცვის ხარჯებს და ამავე დროს ინარჩუნებს მის ეფექტურობას.
აი რატო, უკრაინის დახმარებით სპარსეთის ყურის ქვეყნებს ახლა შეუძლიათ გადარჩნენ გამოფიტვის ომში, მიუხედავად იმისა, რამდენ ხანსაც ირანი ეცდება მისი გაწევას. ამავე დროს ზელენსკი მხოლოდ სახმელეთო თავდაცვაზე არ კონცენტრირდება, მას საზღვაო თავდაცვის გეგმაც აქვს. ზელენსკიმ უკვე მოუწოდა სპარსეთის ყურის პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევისკენ, რათა ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება იყოს დაცული. მან პირდაპირ მიუთითა უკრაინის გამოცდილებაზე შავ ზღვაში, როგორც მტკიცებულებაზე იმისა, რომ სწორ მიდგომასთან ერთად უფრო ძლიერი საზღვაო ძალაც კი შეიძლება უკან დაახევინონ. წლების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა უკრაინის პორტების დახურვას ნაღმების, რაკეტებისა და ბევრად უფრო დიდი ფლოტის გამოყენებით. თავდაპირველად ჩანდა, რომ უკრაინას გაუჭირდებოდა პასუხისგაცემა. მაგრამ დროთა განმავლობაში უკრაინამ შეძლო ადაპტაცია. მან გამოიყენა საზღვაო დრონები, გააუმჯობესა განაღმვის სამუშაოები და შეიმუშავა კონვოების დაცვის ტაქტიკა, რამაც გემებს გადაადგილების საშუალება მისცა. ნაბიჯ უკრაინამ აიჯულა რუსეთის ფლოტის ნაწილი უკან დაეხია, ან უფრო ფრთხილად ემოქმედა. ეს გაკვეთილები სპარსეთის ყურის სიტუაციას უფრო მეტად შეესაბამება, ვიდრე შეიძლება თავიდან მოგოჩვენოს. მარტივად რომ თქვათ, უკრაინული საზღვაო დრონები სწრაფად განვითარდა. ის რაც როგორც უბრალოდ თავდასხმის იარაღი დაიწყო, გადაიქცა მოქნიულ პლატფორმებად, რომლებიც წინასწარ დაზვერვას, ხომალდების თანხლებას და რეალურ დროშის აფრთხეების მონიტორინგს ახორციელებენ. ზოგი მათგანი წყლიდან საჰაერო ჩამჭრელების გაშვებასაც კი ახერხებს, რაც დაცვის კიდევ ერთ ფენას ამატებს. ეს სისტემები უკვე გამოიყენეს შაჰიდის ტიპის დრონების წინააღმდეგ ოდესასთან ახლოს, რაც აჩვენებს, რამდენად ადაპტირებადი გახდნენ ისინი. და ამ საზღვაო დრონებმა მართლაც გამორჩეული რამ შეძლეს. გასულკვირა დღეს უკრაინის 412 ნემესისის ბრიგადის ოპერატორებმა ჩამჭრელი დრონი პირდაპირ უცნობიდან გაუშვეს. ადამიანით მართულ ზედაპირულ ხომალდზე და შაჰიდი ჩამოაგდეს წიდან. ეს იყო მსოფლიოში პირველი ზღვახაერი ჩამოგდება. აი ასე გამოიყურება ეს რეალურად. ზელენსკიმ უკვე მიანიშნა, რომ ისინი მალე შეიძლება სპარსეთის ყურეში გაემართონ. საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ყატართან გაფორმებულ ახალ 10 წლიან დრონების შეთანხმებებში ეს საზღვაო პლატფორმებიც პირდაპირ არის მითითებული. ასე რომ უკრაინა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის გამოცდილებას არ სთავაზობს. მას შეუძლია დაეხმაროს კონვოის დაცვაში ვიწრო სრუტეში როგორც ჰაერიდან, ისე ზღვის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან ერთდროულად. ეს მთლიანად ცვლის დაცვის თამაშის წესებს. კიევი უკვე დრონებს მიღმაც ფიქრობს. და სწორედ აქ იწყებს სტრატეგია უზარმაზარ გაფართოებას. ეხლა ორატრება გადადის თავად ზღვის უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბრძოლის უშუალო ფაზა იწყებს შემცირებას. მიმდინარეობს მოლაპარაკებები 4 უკრაინული საზღვაო ნაღმსაწინააღმდეგო გემის ბრიტანულ-ფრანგულ მისიაში ჩართვაზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის გაწმენდასა და დაცვას ემსახურება. ეს არ არის შორეული ინიციატივა. უკრაინელი საზღვაო ოფიცრები უკვე მონაწილეობენ დაგეგმვის შეხვედრებში ლონდონში. ისინი მჭიდრო თანამშრომლობენ ევროპელ პარტნიორებთან, რათა განსაზღვრონ, როგორ იმუშავებს ეს მისია რეალურ პირობებში. ამ გემებიდან ზოგიერთი, მათ შორის 2, რომელიც უკრაინამ ადრე დიდ ბრიტანეთში შეიძინა, ახლა აქტიურად განიხილება მისიისთვის გაგზავნის მიზნით. რაც ამ მოვლენას გამორჩეულს ხდის, არის ის, თუ როგორ ხდება უკრაინის ინტეგრაცია პროცესში. ნორთვუდში, გაერთიანებული სამეფოს მთავარ გაერთიანებულ სამხედრო შტაბში, უკრაინელი ოფიცრები უშუალოდ მონაწილეობენ დაგეგმვის სესიებში. ისინი იქ მხოლოდ დამკვირვებლები არ არიან. ისინი შემოაქვთ რეალური გამოცდილება, რომელიც უკვე გამოცდილია ბრძოლის ველზე. როცა ერთი ნაბიჯით უკან დაიხევ, ცვლილება აშკარა ხდება. რაც დაიწყო როგორც უკრაინის ადაპტაცია ზეწოლის ქვეშ შავ ზღვაში, ახლა გადაიზარდა უფრო ფართო ევროპულ ძალისხმევაში, რომლის მიზანიც ამ სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მარშრუტის დაცვა. და როდესაც ამას უკრაინის საზღვაო დრონები და მრავალფენიანი თავდაცვითი სისტემები ემატება, ყურეს სრულიად სხვანაირად გამოიყურება. იზოლირებულ თავდაცვებზე დაყრდნობის ნაცვლად იქნება კოორდინირებული სტრუქტურა, როგორც ჰაერში, ისე ზღვაზე. ეს ქმნის წინააღმდეგობის ისეთ დონეს, რომელსაც ირანი სავარაუდოდ არეოდა. და სწორედ ამიტომ არის ეს საზღვაო ასპექტი ასე მნიშვნელოვანი. ამჟამად ყურეში გადაზიდვები თითქმის შეჩერებულია. დაზღვევის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა. ომის რისკის პრემია გაიზარდა. პროცენტის მცირე წილიდან გემის სული ღირებულების 1 ან 2%-მდე თითოეულ მოკლე მოგზაურობაზე. ეს ზოგჯერ ჩვეულებრივ ტაგერის მოგზაურობას ერთ ღამეში მრავალ მილიონიან ფსონად აქცევს. ბევრ კომპანიას უბრალოდ უთქვამს არა, მადლობა. მათ მთლიანად გადაამისამართეს ფლოტები კეთილი იმედის კონცხის გარშემო, რათა მთლიანად აეცილებინათ ახლო აღმოსავლეთის მარშრუტი. ეს ამატებს დამატებით 3500-დან 4000 საზღვაო მილს ზღვაში, 2 დამატებით კვირას და $100,000 საძვავისა და ოპერაციულ ხარჯებში თითოეულ მოგზაურობაზე. ეს პანიკა არ არის, ეს ცივი გათვლაა. ერთი შაჰიდის დათმა ტანკერზე შეიძლება წყალში მასიური ხანძარი გააჩინოს, გამოიწვიოს უზარმაზარი ეკოლოგიური დაბინძურება, ეკიპაჟი საფრთხეში დატოვოს და $1,000,000-იანი სადაზღვევო მოთხოვნები წარმოქმნას. სიცოცხლე საფრთხეშია. დამწვარი გემების ან ცურავი ნავთობის ლაქების კადრები საკმარისია, რომ გლობალური ბაზრები გაიყინოს. უკრაინამ უკვე გადაიტანა ძალიან მსგავსი კოშმარი შავ ზღვაში. როდესაც რუსეთმა სცადა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეჩერება დრონებით, რაკეტებითა და საზღვაო ბლოკადებით, კიევი არ დამჯდარა უკმად. უკრაინის ძალებმა შემოქმედებითი მრავალფენიანი თავდაცვა შეიმუშავეს. მათ გააერთიანეს დრონების მეთვალყურეობა, ელექტრონული ჩახშობა, სწრაფი რეაგირების ჩაჭრის ჯგუფები და საკუთარი უპილოტო ზედაპირული ხომალდებიც კი, რათა მნიშვნელოვანი დერეფნები ღია დარჩენილიყო. მათ უკან დაახევინეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, დაიცვეს ექსპორტის მარშრუტები და დაამტკიცეს, რომ ჭკვიანი და ხელმისაწვდომი ტაქტიკით შესაძლებელია მოძრაობის შენარჩუნება მუდმივი ზეწოლის პირობებშიც კი. ეს მძიმე ბრძოლით მოპოვებული გამოცდილება სწორედ ისაა, რაც ახლა ყურეს სჭირდება. რადგან ჰორმუზის სრუტე უბრალოდ კიდევ ერთი წყლის გზა არ არის. ის ატარებს მსოფლიოს ნავთობის
როცა აქ მოძრაობა ნელდება ან ჩერდება, უარყოფითი შედეგები სწრაფად ვრცელდება. ნავთობის ფასები მკვეთრად იზრდება, გადაზიდვის ხარჯები მადულობს და ეს ზრდა ყველგან იგრძნობა, როგორც საწვავის გაძვირებულ ფასებში ბენზინგასამართ სადგურებზე, ასევე სუპერმარკეტების თაროებზე პროდუქციის ზვირებაში. ნებისმიერი რეალური გაუმჯობესება უსაფრთხოების მხრივ ამ ვიწრო წერტილში ენერგეტიკულ ბაზრებს მთელ მსოფლიოში დამამშვიდებელ სიგნალს გაუგზავნის და ეკონომიკებზე ზეწოლას შეამსუბუქებს ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთაც კი. და არა მხოლოდ სპარსეთის ყურის ქვეყნები სარგებლობენ უკრაინის მძიმე შრომით მოპოვებული გამოცდილებით. თვით პენტაგონმაც კი დაინახა, რამდენად ღირებულია ეს და დაიწყო მისი გამოყენება. ბოლო კვირებში შეერთებულმა შტატებმა ჩუმად მიიტანა უკრაინული SkyMap-ის უპილოტო აპარატების საწინააღმდეგო ტექნოლოგია საუდის არაბეთში, პრინც სულთნის საჰაერო ბაზაზე. ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზაა. უკრაინული ჯგუფები სისტემასთან ერთად ჩამოვიდნენ, რათა ამერიკელი პერსონალი გაეწორთნათ, თუ როგორ გამოიყენონ იგი ეფექტურად, როდესაც რეალური საფრთხეები გამოჩნდება. SkyMap არის ჭკვიანი მართვისა და კონტროლის სისტემა, რომელიც უკრაინულმა კომპანიამ შექმნა. ის აერთიანებს ინფორმაციას რადარებიდან, აკუსტიკური სენსორებიდან და სხვა მრავალ წყაროდან, რათა შექმნას ცის ერთიანი და მკაფიო სურათი. ის სწრაფად ამოიცნობს მოახლოებულ საფრთხეებს და ეხმარება სწრაფი გონივრული რეაგირების კოორდინაციაში. ეს მხოლოდ მცირე ტესტი ან ექსპერიმენტი არ არის. ეს არის აშეთეშოს სამხედროები, რომლებიც იყენებენ აღჭურვილობას, რომელიც უკვე რეალურ ბრძოლებშია გამოცდილი. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ საკუთარი ბაზები დაიცვან იმავე ირანული დრონებისგან, რომლებმაც უკვე სერიოზული ზიანი მიაყენეს პრინცი სულთნის ბაზას ადრე. ამ თავდასხმებმა გაანადგურა ამერიკული თვითმფრინავები, დააზიანა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და მინიმუმ ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეც შეიწირა. მას შემდეგაც პენტაგონმა საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემებში სისუსტეები დაინახა. მან მიმართა იმ სისტემას, რომელიც უკრაინამ ღამეების განმავლობაში გაუმჯობესა რუსული და ირანული წარმოების დრონების ნონების მასიური შეტევების წინააღმდეგ. ის რაც ერთ ომში სასოწარკვეთილი აუცილებლობით დაიწყო, ეხლა სტრატეგიულ უპირატესობად იქცევა, რომელსაც უკვე მსოფლიოს ყველაზე ძლიერი არმიაც კი თავის მხარეს სურს. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ისტორია არც მარტივია და არც შეუფერხებლად მიმდინარეობს. უკრაინა ახალ პარტნიორებს ეხმარება მაშინ, როცა საკუთარ ქვეყანაში გადარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებს. მისი ქალაქები, ელექტროსადგურები და ინფრასტრუქტურა მუდმივი საფრთხის ქვეშაა, ამიტომ თითოეულ გადანაწილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ არაფერია ზედმეტი. ყოველი სისტემა, რომელიც საზღვარგარეთ იგზავნება, ის არის, რაც შეიძლებოდა ქვეყნის შიგნით რომელიმე ობიექტის დასაცავად გამოეყენებინათ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს უკვე ნათლად თქვა. ზეწოლა იზრდება, რადგან ახლა შეერთებულმა შტატებმა პატრიოტის სარაკეტო ბატარეები სპარსეთის ყურეში განათავსა. ეს სისტემები თავდაპირველად უკრაინისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ვაშინგტონმა ისინი ახლო აღმოსავლეთში ბაზებისა და მოკავშირეების დასაცავად გადაამისამართა. მას შემდეგ რაც ირანის დრონებისა და რაკეტების თავდასხმები გამწოვდა. ეს არჩევანი ნათლად აჩვენებს რა დათმობაზე მიდიან. რაკეტა, რომელიც სპარსეთის ყურეში ნავთობის ობიექტის დასაცავად გამოიყენეს, შეიძლება დამაბოდა რუსული დათმის შესაჩერებლად გამოეყენებინათ უკრაინულ ქალაქზე. ეს ის დილემაა, რომელსაც უკრაინა აწყვდება. ეს კომფორტული მდგომარეობიდან მიღებული ნაბიჯი არ არის. ის იღებს გააზრებულ გადაწყვეტილებებს მაშინაც კი, როცა ცეცხლის ქვეშაა, აბალანსებს პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობას საზღვარგარეთ და საკუთარი ხალხის დაცვის გადაუდებელ საჭიროებას. თითოეული განთავსება და თითოეული სისტემა რესურსებს ანცირებს. მიუხედავად ამისა, სპარსეთის ყურეში ჩართვით უკრაინა ამტკიცებს, რომ მისი საბრძოლო გამოცდილება იმდენად ფასიანია, რომ შეუძლია საკუთარი საზღვრების მიღმაც კი გავლენა მოახდინოს თავდაცვაზე. მაშინაც კი, როცა სახლში გადარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებს. ამავე დროს კიევი ხედავს მის წინ არსებულ შესაძლებლობას. ეს პარტნიორობები ხსნის კარს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და ექსპორტის მიმართულებითაც. მაგრამ ამასაც აქვს თავისი ზღვარი. გლობალური მარაგები უსასრულო არ არის. წარმოება ნელა მიმდინარეობს, ხოლო მოთხოვნა სხვადასხვა კონფლიქტში იზრდება. ამიტომ უკრაინა სწრაფად მოქმედებს, ცდილობს თავისი გამოცდილება ბერკეტად გამოიყენოს, მანამ სანამ ეს შეზღუდვები უფრო მძიმედ არ დაეთყობა. და ეს ერთმხრივი გზა არ არის. სამაგიეროდ, სპარსეთის ყურის პარტნიორები უკრაინას აწვდიან მისთვის აუცილებელი იარაღს, ენერგოსისტემის დასაცავად, ასევე სტაბილურ მიწოდებას, ნავთობის, დიზელისა და ახალ ფინანსურ მხარდაჭერას. ამავე დროს რუსეთმა დაიწყო ირანისთვის ახალი სადაზვერვო ინფორმაციის, სამიზნე მონაცემებისა და შესაძლოა განახლებული დრონების ტექნოლოგიის მიწოდება ორიგინალი შაჰიდების სანაცვლოდ. ეხლა ეს ორი ომი ერთმანეთს რეალურ დროში ამარაგებს. რაც დაიწყო როგორც ირანის დახმარება პუტინისთვის, ახლა გადაიქცა პუტინის დახმარებად თეირანისთვის, რომ მან საპასუხო დარტყმა მიაყენოს. ეს წრე მხოლოდ ზრდის რისკებს ყველა მონაწილისთვის და აქ უფრო ღრმა ცვლილებაც ხდება. სპარსეთის ყურის მხარდასაჭერად გააქტიურებით, უკრაინა ჩუმად აყენებს ბზარს ირანს, რუსეთსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც თეირანი ოდესღაც იმედოვნებდა, რომ დაახლოვებდა. რაც დაიწყო ირანის მიერ დრონების გაგზავნით რუსეთში, ახლა მთავრდება იმით, რომ სპარსეთის ყურის ფული და ნავთობი უკრაინაში მიედინება. ეს ციკლები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი აყალიბებენ ალიანსებს წლების განმავლობაში და არა მხოლოდ თვეების განმავლობაში. უკრაინა სპარსეთის ყურის ქვეყნებში უბრალოდ არ გამოჩენილა. ის მივიდა როგორც ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უკვე გადაჭრა ზუსტად ის პრობლემა, რომელსაც ყველა დანარჩენი ჯერ კიდევ ცდილობდა გაერგვია. და ეს გააკეთა მაშინ, როცა აშშ-ისა და ევროპის უსაფრთხოების დიდ ქოლგაში იმყოფებოდა. შედეგი კი რაღაც ახალია. სპარსეთის ყურის ფული და ნავთობი, ევროპული სარდლობის სტრუქტურები, ამერიკული ბაზები და უკრაინული საბრძოლო გამოცდილების მქონე სისტემები, ყველა ერთად მუშაობს. თეირანი და მოსკოვი ორ სხვადასხვა ომს ისურვებდნენ. ამის ნაცვლად მათ მიიღეს ერთი დაკავშირებული საბრძოლო ველი, სადაც უკრაინა გახდა შეუცვლელი რგოლი, რომელიც აერთიანებს ევროპის დოპის და სპარსეთის ყურის დაცვას ისეთი გამოცდილებით, რომელსაც ვერავინ შეედრება. და ეს გვიყვანს მთავარ კითხვამდე. რას ნიშნავს რეალურად, რომ უკრაინამ სპარსეთის ყურეში ირანის ტერორის პატონობა დაასრულოს? ეს არ ნიშნავს მოულოდნელ გამარჯვებას ან ყველა დაძაბულობის სუფთა გადაწყვეტას რეგიონში. სინამდვილეში ეს უფრო მიზანმიმართულ რამეს ნიშნავს. ეს ნიშნავს იმ ერთადერთი უპირატესობის წართმევას, რომელმაც ირანის სტრატეგია ასე ეფექტურად აქცია. ეს უპირატესობაა ფასი.
თუ ეს გაგრძელდება, მისი გავლენა ბევრად უფრო შორს გავრცელდება, ვიდრე სპარსეთის ყურე. უკრაინა შეძლებს თავი წარმოაჩინოს, როგორც თანამედროვე თავდაცვითი გადაწყვეტილებების მთავარი მიმწოდებელი, რომელიც რეალური საბრძოლო გამოცდილებით არის შექმნილი. ირანის იაფასიანი მოდელი სწრაფი გამარჯვებების ნაცვლად მუდმივ წინააღმდეგობას შეხვდება და სპარსეთის ყურის ქვეყნები საბოლოოდ მიიღებენ ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც საფრთხეს შეესაბამება და არა უბრალოდ ცდილობენ მასზე მეტი დახარჯონ. ეს ცვლილება ასევე გაგამოკვეთს უფრო დიდ კითხვას, რომელი მიდგომა გაიმარჯვებს გრძელვადიან პერსპექტივაში. მუდმივი ზეწოლა იაფი დრონებით თუ უფრო ჭკვიანი თავდაცვა, რომელიც დროთა განმავლობაში ინარჩუნებს ეფექტურობას. პასუხი ჯერ კიდევ კალიბდება. თავდასხმები არ შეჩერებულა და დრონები კვლავ გამოიყენება, მაგრამ რაღაც უფრო ღრმა იცვლება. კონფლიქტის უკან დგომი რიცხვები, ხარჯები, მდგრადობა და გრძელვადიანი ზეწოლა ყველა იწყებს სხვა მიმართულებით მოძრაობას. და ფსონი კვლავ მაღალია. რაც ხდება სპარსეთის ყურეში, პირდაპირ აისახება გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე. როდესაც შეფეხებები ხდება, ფასები იცვლება და ეს გავლენა სწრაფად ვრცელდება. ამავე დროს რეგიონის მოსახლეობა კვლავ აგრძელებს თავდასხმების რისკის ქვეშ ცხოვრებას, ხოლო უკრაინა მუდმივი ზეწოლის ქვეშაა საკუთარ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს. სწორედ ეს ხდის ამ მომენტს გამორჩეულად. ეს არც გვერდითი ამბავია და არც დროებითი თანხwebdriver. ეს არის შემთხვევა, როცა რეალური საბრძოლო გამოცდილება ხვდება რეგიონს, რომელსაც ახლა პრაქტიკული გადაწყვეტილებები სჭირდება. ირანის სტრატეგია დამოკიდებულია იმაზე, რომ სხვებს უჭერთ მდგრადი პასუხის გაცემა. უკრაინა აჩვენებს, რომ ეს ასე აღარ არის. და თუ ეს ცვლილება გაგრძელდება, მაშინ რეგიონში ბალანსი მხოლოდ ოდნავ კი არ გადაიხება, არამედ უფრო გრძელვადიანად შეიცვლება. თუ უკრაინამ ირანისვე დრონები მათ წინააღმდეგ მიმართა და ამავე დროს ორ კონტინენტზე ალიანსები შექმნა, მინიმუმ რაც შეგიძლიათ გააკეთოთ და ალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი მეტ ინფორმაციისთვის. ჩვენ რეგულარულად ვაქვეყნებთ ასეთ განახლებებს და არ გსურთ გამოტოვოთ, რა მოხდება შემდეგ.